ჩვენი საყვარელი პატრიარქის ეპისტოლიდან ერთი პატარა მოკლედ ამონარიდი მინდა წაგიკითხოთ და კიდევ ერთი სულისთვის ასარგებლო პატარა ლექცია მივიღოთ, სწავლება ღვთისნათელი. ესე იგი, აი ჩვენ ხშირად ვფიქრობთ და წესით უნდა ვიფიქროთ, რა თქმა უნდა, სულ ამაზე, რომ აი რას წარმოადგენს ღმერთი. აი არსობრივად როგორია ღმერთი და რას ითხოვს ჩვენიდან და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ ჩავწოდეთ მის არსს, მის ესე იგი შინაგან სამყაროს. აი უწმიდესი პატრიარქი, რა თქმა უნდა, ისე ჩვენებურად რო თქვათ, ასე თქვათ, ჩვენ წინაზეც ვისაუბრეთ ეთიკის გაკვეთილებზე, რომ ღმერთი სიყვარული არსო და მოციქულმა არაჩვეულებრივად თქვა, რომ ესე იგი საიდუმლო ღმერთის არსობისა არის თვითონ სიყვარული და თან თავგანწირული ისეთი სიყვარული, რომელიც ფაქტობრივად ჩვენ თავისი ცხოვრებით იესო ქრისტემ მოგცა. მართლაც გამაოგნებელი სულგრძელობა, გამაოგნებელი სიყვარული. აი ესე იგი მართლაც ის ჯერ რომ სამყაროს ქმნის ღმერთი, სრულყოფილ ღმერთი კიდევ ქმნის სამყაროს. ესეც უკვე როგორი დასაფიქრებელია. მერე ჩვენ ხო შეცდომა დაუშვით, ჩვენ ხო დაუკარგეთ, სადაც მოგცა მან ბინა საცხოვრებელი. აქაც მერე ფიქრობს, როგორ გადაგვარჩინოს. და ბოლოს ესე იგი ესო ქრისტე რასაც აკეთებს, ეს ხო არ ვიცი, აი უკვე ყველანაირ ზღვარს ცილდება და მოდი ახლა წავიკითხავ მე ჯერ პატრიარქის ამ ეპისტოლეს და მერე ერთი-ორი სიტყვა ჩვენც მოვამატოთ. ღმერთის სიყვარულია. ეხლა იოანეს სახარებიდან იღებს უწმინდესი პატარა ფრაზას ღმერთის სიყვარულია და რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთი მასში. ეს გასაგებია, რომ ესე იგი როცა სიყვარული გვაქვსო, ამ სიყვარულსთან ღმერთის მყოფობაც ახლავსო. ღმერთი თავად სიყვარულია და ჩვენც ნამდვილი სიყვარული ცხოვრებას გვასწავლის. სიყვარული ნიშნავს მთელი არსების სწრაფვას მისადმი, ვინც გვიყვარს. ანუ არსებითი სწრაფვა. ჩვენი დამსახურება სულაც არაა, თუნდაც ის, რომ სუნთქავთ, დავდივართ, ხედავთ, გრძნობთ, ვაზროვნებთ, მით უმეტეს საერთოდ არ ვეხებით კოსმიურ სამყაროს წესრიგს, სადაც ყველაფერი მოძრაობს და თან ყველაფერი ერთმანეთთან საოცარ ჰარმონიაშია. ყოველივე ამის შემოქმედი რომ ღმერთია, ამას თანდათან თანამედროვე მეცნიერებაც აცნობიერებს. სულ ცოტა ხნის წინ მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ანუ მოხდაო რა ასეთი დადასტურება, რომ ხელში ეპყრათ ჯადოსნური გასაღები და ნებისმიერი საიდუმლოს ფარდას ახდიდნენ. ანუ უწმიდესი ამბობს, რომ აი ეს შეეძლოთ. ახლა კი დოქტორ შილტის სიტყვებით რომ თქვათ, აღიარებენ, რომ 10 წლის წინ უფრო მეტი იცოდნენ სამყაროს შესახებ, ვიდრე ეს დღეს იციან. ანუ საიდუმლოება არათუ მცირდება, რაც დრო გადის და ტექნიკური მიღწევები უმჯობესდება, არამედ უფრო იზრდება. რაც უფრო ბევრ, ესე იგი, მიკვლევებამდე მივდივართ, აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ იმის შიგნით უფრო კიდე ღრმა საიდუმლოებებია ღმერთის მიერ ჩადებული. აი ამის თქმა უნდა, რადგან ყოველი აღმოჩენა 100 ჯერ უფრო მეტი ახალი საიდუმლოებების წინაშე აყენებს მათო. აი ასეთია დღევანდელი სამყარო და ასეთი უსასრულოა ღმერთის მადლი და წყალობა და სიკეთე. ყოვლადწმიდა სამების ძალა ოდნავ მაინც რომ გავაცნობიეროთ დედამიწის ტრაექტორიის შესახებ მეცნიერული გამოკვლევის შედეგებს გაგახსენებთ.
უწმინდესი ბრძანებს. ჩვენი პლანეტა და ჩვენც მასთან ერთად სივრცეში ერთდროულად სამი მიმართულებით გადავადგილდებით. დედამიწა შეუჩერებლად ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო 1000 კილომეტრი/საათის სიჩქარით. მზის გარშემო 30 კილომეტრი წამის სიჩქარით, ანუ ერთ წამში 30 კილომეტრს გადის, დააკვირდით, ჩემო ძვირფასებო. ხოლო მზის სისტემის პლანეტებთან და ჩვენს გალაქტიკებთან ერთად სხვა გალაქტიკებთან მიმართებით 20 კილომეტრი წამის სიჩქარით. ამის წარმოდგენაც კი არ ძალუძს ჩვენს გონებას. და ნუ თუ შეიძლება ვინმე მიფიქროს, რომ ეს ყველაფერი თავისით ხდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ ანდრომედას ნისლეულის სახელწოდებით ცნობილი გალაქტიკა სიმრავლეში მხოლოდ ერთ-ერთია ჩვენი გალაქტიკა, რომელიც თავის მხრივ 100 მილიონ ვარსკვლავს მოიცავს. ეს წერია წიგნებში, ეს ცნობილია მეცნიერებისთვის და ამ მილიონობით ვარსკვლავთა შორის არის მზის სისტემაც თავისი 9 პლანეტით, ანუ დედამიწითაც, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. რა პატარანი ვართ ღვთის წინაშე. აი, უწმინდესმა ეხლა დაგვანახა ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო რაოდენ ვრცელი და დიადია და მიუწოდომელი ჩვენთვის. ეხლა მე ამასაც კი ვიძახი, ეს მეცნიერული კვლევებია უწმინდესი რასაც ამბობს, მაგრამ მე ვიძახი ხოლმე, რომ აი ეხლა რო ვამბობთ 100 მილიონობით ვარსკვლავი, ეს მეცნიერული ტერმინია, ასე წერია. მე კიდე სულ მეღიმება, ნეტა ეს 100 მილიონი ვინ დათვალა მეთქი. იმიტომ რომ რაც არ უნდა, ესე იგი ვარსკვლავებს ვაკვირდებოდეთ, ხო, გამადიდებლით. მილიონების და თან 100 მილიონის დათვლა ცოტა ესეთი ის მგონია, პირობითი რიცხვები და რა თქმა უნდა გაცილებით უფრო უსასრულოა კიდე და გაცილებით უფრო ვრცელია ის სამყარო, სადაც ჩვენ ვარსებობთ, ჩემო ძვირფასებო. და რამდენი კიდე ჩვენ არ ვიცით, ეხლა აქ ხო წერია, რომ თქვათ ესე მოძრაობს, ისე მოძრაობს რა. ეხლა რამდენი, აი ჩვენ ვამბობთ, რომ რამდენი მილიონი, მაგრამ იმ პლანეტაზე რა საიდუმლოა, იმ მილიონობით პლანეტებზე, იქ კიდე სად ღვივის და სად ესე იგი გადმოჩქებს უფლის მადლი, ეს კიდე რა თქმა უნდა ადამიანისთვის სრულიად უცნობია. და თქვენ წარმოიდგინეთ, აი ესეთი დიადი ღმერთი, რომელიც აი ამ ხელა ფანტასტიურ ესე იგი სიცოცხლეს ქმნის სამყაროს. წარმოიდგინეთ, რომ კონკრეტულად ჩვენ გვიცნობს, ჩვენს თავზე ყოველი ღერი აქვს დათვლილი და არა მარტო დათვლილი, გვეუბნება, რომ შენს თავზე ჩემი ნებართვის გარეშე ერთი ღერი თმა არ დაცვივდება, ისე ვაკონტროლებ მე, ისე მიყვარხარ, ისე გიცნობ და ისე ესე იგი ფიქრობ შენზე, რომ როგორ გაგახარო და როგორ აგივსო გული იმ ღვთაებრივი სიყვარულით, რომლითაც არის მოცული აი ზოგადად ღვთაებრივი სიყვარული. ჩვენ ვიცით, რომ აი ესეთი განმარტებაც კი არსებობს, რომ სიყვარულის სიჭარბის გამო, სიკეთის სიჭარბის გამო ქმნის ღმერთიო სამყაროს, ესე იგი ამ სამების სიყვარული რო აღარ ეტევა და ერთ-ერთი ვერსიით გადმოიღვარაო, აი იმდენად დიდია, იმდენად სრულყოფილია, სავსეა, რომ აი ეს გადმოღრა არის შექმნილი სამყარო, რომელზეც ახლა მოგახსენებთ 100 მილიონი და ასე შემდეგ გალაქტიკებზე და ამ ხელა გიგანტ სამყაროზე. ხო და წარმოიდგინეთ ჩვენ ახლა ასეთი უსასრულოდ დიადი ღმერთი როგორ ახლოს არის ჩვენთან. როგორ აი ესეთი გამოთქმაც არსებობს, ჩვენ არ შეგვიძლია შევიცნოთ ღმერთი, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია ვიდრე ღმერთის შეცნობა. ეს არის გვიყვარდეს ღმერთი. მართლაც ახლა კარგად გამიგეთ და რაც არ უნდა დიდი მეცნიერული მიღწევები არსებობდეს და რაც არ უნდა კიდევ მეც მივაკვლიოთ, ხო? წარმოიდგინეთ
სად ღმერთის სიდიადე და სად ის მეცნიერული კვლევები. და აი მიუხედავად ამ გიგანტი, ესე იგი დაუსრულებელი შესაძლებლობისა, წარმოიდგინეთ როგორ ახლოს არის ღმერთი. აი პატრიარქი ერგანაც იმასაც წერს, რომ ღმერთი იმდენად დიდიაო, რომ მას თვალი ვერ გაწუდება და ვერაფერი ვერ გაზომავს და ვერაფერი ვერ მისწუდება, მაგრამ ასევე ისეთი პატარაა, რომ ერთ პატარა გულში შეიძლება, აი ადამიანის გული რა არის, ჯერ ადამიანი და ახლა ადამიანის გული. აი შეიძლება ადამიანის გულში შევიდეს ღმერთი და შევიდეს მადლით, წყალობით, აავსოს მადლითა და წყალობით და წარმოიდგინეთ თან რამხელა საოცრება, რომ ადამიანს ღმერთი ქმნის თავის მსგავსად და ხატად. ხატებაში მოიაზრება, რომ შესაძლებლობაა, რომ განიხთოს, ანუ ამის პოტენციური შესაძლებლობა არსებობს და მსგავსებაში კი თქვენ იცით, როცა ეგ უკვე ადამიანზეა, როცა თავისი ქმედებით, თავისი საქმით, სიტყვით ადამიანი დაემსგავსება ღმერთს. აი ამხელა უსასრულო შესაძლებლობა ჩადო ადამიანში, რომ ადამიანს შეუძლია განხთობა, აი თავისი სიდიადით, სიყვარულით მისწუდეს თავად უზენაეს. აი ასეთი მადლიანია ჩვენი უფალი. ეხლა ჩემო ძვირფასებო, ეს ამაზრს კიდე უფრო ესე იგი განადიდებს, ჩვენთან არს ღმერთი ასეთი ნაწერი იყო და პატარა ადგილი ამოვიწერე მე თქვენთვის. ყოველ წიგნს ადამიანი წერს. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ეს წიგნი მისი გონების ნაყოფია. მისი წაკითხვის შემდეგ ვასყვნით, რამდენად ნიჭიერია მისი ავტორი. წიგნიდან ბევრი რამ შეიძლება გაიგო ავტორზე. ანუ წიგნს წაიკითხავ და მიხვდები, აი როგორი სიტყვაზე ილია ჭავჭავაძე ყვა, შოთა რუსთაველი აგერ ყველაზე დიდი გონი. მაგარი დიდი ბუნებასაც წიგნს უწოდებს. ეს წიგნი კი ჩვენს თვალწინაა გადაშლილი. მისი ყდა ცადახმელეთია. თუ ყურადღებით წავიკითხავთ ამ წიგნს, ყველაფერს აგვიხსნის. სწორედ მისი კითხვით შეიცნობენ მეცნიერები სამყაროს. სწორედ ბუნების წიგნიდან იღებენ ისინი უამრავ სიბრძნეს და რაც მთავარია, მეცნიერები კი არ ადგენენ ბუნების წესებს, არამედ უკვე დადგენილს აღმოაჩენენ ხოლმე. აი გივი მასწავლებელი ფუტკრებზე რო გვიყვებოდა, ხო გახსოვთ, რამდენი საოცრებებია. თითოეულ ფრინველზე აი მარტო დადგენილი რო წაიკითხოთ, რაც უკვე დადგენილია. აი შეგძრავთ, გაგაოცებთ, ისეთი საინტერესოა. ხო და წარმოიდგინე, თუ აღიარებთ ამ ჭეშმარიტებას, რომ ბუნებას თავისი წესები აქვს, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს წესები ვიღაცამ შექმნა. ადამიანის გონება ვერ აღიქვამს ყველაფერს, რაც ბუნებაშია, მაგრამ ის ხომ ხედავს და შეიგრძნობს რა ლამაზად, ბრძნულად, გონივრულად და მიზანშეწონილადაა ბუნების წიგნი დაწერილი. ეს კი ნიშნავს, რომ ყველაფერი ეს გონების მიერაა შექმნილი. რომ იგი გამომდინარეობს უსასრულო გონებიდან, ესე იგი ღმერთისაგან, რომელსაც ჩვენი გონება ვერ აღიქვამს. ახლა გავარკვიოთ ადამიანის დაწერილ წიგნში რა უფრო მნიშვნელოვანია, მისი მოცულობა, ტირაჟი, ფორმა თუ მასში ჩადებული იდეა, ანუ არსი. ყოველი მოაზროვნე ადამიანი იტყვის, რა თქმა უნდა, რომ წიგნის დასაწერად უპირველეს ყოვლისა საჭიროა ადამიანის გონება. აქედან გამომდინარე, პირველადი იდეა ყოფილა. ახლა ავიღოთ ბუნების წიგნი. რა არის მასში მთავარი? შეგრძნებადი მატერია თუ მასში ჩადებული იდეა? პასუხი ნათელია, რა თქმა უნდა, იდეა. პირველადი მატერია კი არა, გონება. ესე იგი პირველადი არის ღმერთი. მატერია კი შემდეგ მოდის. ღმერთი მუდამ არსებობდა, ხოლო მატერია, ბუნება, ეს ღვთის ხორცშესხმული იდეაა. ანუ ჩანაფიქრის განხორციელება. როდესაც წიგნს მკითხულობთ, ავტორს ვერ ვხედავთ, მაგრამ მის არსებობაში ეჭვი არ გვეპარება.
ასევე ვერ ვხედავთ ბუნების შემოქმედ ღმერთს. თუ კი წიგნი ვერ იქმნება მწერლის გარეშე, მით უმეტეს სამყარო შეიქმნებოდა შემოქმედის გარეშე. იგი უხილავია ჩვენთვის, ჩვენ მას მხოლოდ შევიგრძნობთ. ბუნების წიგნი ჩვენ განგვაცვიფრებს თავისი უსაზღვრო სიდიადით და აბსოლუტური ჰარმონიით, წესრიგითა და საიდუმლოებებით. მაგრამ ადამიანს არ შეუძლია მთლიანად შეიცნოს და აღიქვას იგი. საიდან წარმოიშვა მზე, ვარსკვლავები, კომეტები, გალაქტიკები, მუდამ მოკაშკაშე მნათობები, ვინ მისცა მათ პირველი ბიძგი, რა მოამოძრავა სამყარო ასე მოწესრიგებულად და ორგანიზებულად. მეცნიერებმა უნდა აღიარონ, რომ მათ არ შესწევთ ძალა ახსნან ბუნების ყველა საიდუმლოება. მათ მხოლოდ და მხოლოდ ბუნების მოვლენებზე დაკვირვებით შეუძლია დასკვნების გამოტანა და ესეც ღვთისნებით ხდება. ეს კი ნიშნავს, რომ ზოგიერთ მათგანს ამის ახსნის საშუალება თვითონ შემოქმედმა მისცა. სწორედ ამიტომ ღვთის შექმნილია და სწორედ მოვლენებში ჩამწდომით შეიცნობა ღვთის არსიც, რომელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ამბობს, რადგან ის, რაც უხილავია მასში, მარადიული ძალა და ღვთაებრიობა მისი, სამყაროს შექმნიდან მისსავ ქმნილებაში ცნაურდება და ხილული ხდებაო. ეს ერთგვარი დასკვნა არის ჩვენთვის და მე ამ ფრაზას კიდევ ერთხელ წავიკითხავ და აი ასე ამ ღვთის არსსაც ამით გაეცემა პასუხი, რადგან ის, რაც უხილავია მასში, მარადიული ძალა და ღვთაებრიობა მისი, სამყაროს შექმნიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდებაო. ანუ რასაც ჩვენ ვხედავთ, აი მისი არსია ჩადებული აქო და მისი განსაკუთრებულობა და მისი მიუწვდომელობა. და ბოლოს კიდევ ერთი პატარა ესე იგი ფრაზა. ღმერთი აბსოლუტური სრულყოფილებაა. მას არაფერში სჭირდებოდა სამყაროს შექმნა. ის ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. ღმერთი სამყაროს შემოქმედად თავისი სიკეთითა და წყალობით გვევლინება, ხოლო თავად სამყაროს შექმნა ღვთაებრივი სიკეთის გამოვლენაა. ღმერთმა არ იკმარა თავისი თავის ჭვრეტა და სიკეთის სიჭარბის გამო შექმნა ყოველივე, ხილულიც და უხილავიც, აგრეთვე ხილულისა და უხილავისგან შემდგარი ადამიანი, ხოლო მიზანად დაუდო ერთს მხრივ შემოქმედის დიდება, ანუ ღმერთის დიდება, გვევალება, მეორეს მხრივ ქმნილების ნეტარება, ანუ განხვთობა, აი ადამიანი რომ დაუახლოვდეს ღმერთს, ანუ გაწყვეტილი კავშირი რომ აღადგინოს, სულიერი სწრაფა და მიმსგავსება უფლისადმი, რომელსაც არ აქვს საზღვარი. წარმოიდგინეთ, ესე იგი ადამიანშიც კი არ აქვს საზღვარი, ადამიანი რომ განიხვთოს აი ამაში. ამრიგად დიდება მოდის ღვთიდან. მაზიარებლები იღებენ მას და ისევ ღმერთს უბრუნებენ და ამ ღვთაებრივი დიდების წრებრუნვაშია ადამიანის კეთილმყოფობა, ხოლო განხვთობის გზა და საშუალება კი კეთილზნეობრივი ცხოვრებით ღმერთის განდიდებაშია. ესე იგი ჩვენ უკვე ჩავწვდით უფლის არსს, აი უпростоრად ჩვენ იმას ჩავწვდით, რომ უფალს ვერ ჩავწვდებით ვერასდროს, ის არის დაუსრულებელი, სრულყოფილი, უსაზღვრო და განუმეორებელი, მაგრამ ჩვენ ვიცით ერთი რამ, რომ მის ქმნილებებში, აი სამყარო, რომელიც დიადად შექმნა, აი ღვივის ის ღმერთის განსაკუთრებულობა და სიდიადე და ჩვენი მიზანი კი ნახეთ რა არის, ჩემო ძვირფასებო, არსიც ამაშია, რომ ღმერთმა ადამიანი ღვთის სადიდებლად შექმნაო. ღმერთს სრულყოფილი თუა, სულ არ ჭირდება ჩვენი დიდება. ესე იგი, ეს ჩვენ გვჭირდება. ჩვენ თუ ამ მისიას გავიაზრებთ, რომ ჩვენ ამისთვისა ვართ შექმნილი, რომ ვადიდოთ უფალი, თვითონ ჩვენ ვიქნებით ახსნილი მარადიული სიკეთით და სიყვარულით
და ყველა პრობლემას და სიხარულს თუ ესე იგი ყოველგვარ მოვლენას, რასაც ჩვენს თავზე ადგილი ექნება, ჩვენ ღმერთის დახმარებით და დიდი ღმერთის შეწევნით ტკბილად და ადვილად გადავიტანთ და ხალისიანად ვიქნებით. და აი კიდევ ერთი პატარა დამაკვირდი არის თქვენთვის ნაცნობი, რომ ერთი მოხუც დაეკარგა რაღაც ნივთი, მოხუც კაცს. დამრევლელები კითხავენ, რა დაგეკარგა ძია კაცო, მოვიდნენ, მოხუცი კაცი იყო. ერთადერთი მონეტა დამივარდა და ვერ პოულო, უპასუხა მოხუცმა. დამრევლელებმა დაიწყეს მონეტის ძიება. მათ თანდათანობით სხვებით შეუერთდნენ, მთლიანად გადაკეკეს სახლის მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ ვერაფერი ნახეს. მოხუცო, ერთი ჭკვიანი კაცი ეკითხება. დარწმუნებული ხართ, რომ აქ დაგივარდათ? ითხეს მას ბოლოს. არა, მონეტა გონი შიგნით სახლში დამივარდა. ვაიმე, შენ რა დაგვრცინი? მონეტა სახლში დაგივარდა და გარეთ გვაძებნინე? აღშფოთდნენ გამრავლელები. იმაგრამ სინათლე ხომ აქ არის, სახლში კი ბნელა. აღშფოთებამ მხიარულებამ შეცვალა, რომელიც შემდეგ თანაგრძნობაში გადაიზარდა და ბოლოს ერთმა დაყვავებით უთხრა. მომისმინე მოხუცო, იმისათვის რომ დაკარგული გეპოვა, შენ კი არ უნდა გამოსულიყავი სინათლეზე, სინათლე უნდა შეგეტანა შიგნით. როგორ იპოვი გარეთ იმას, რაც შიგნით დაკარგე? თავარი ეხლა ბოლო პასუხია. თუ ამდენი იცით, ქვედალოცვილებო, რატომ არ იყენებთ ამ ცოდნას თქვენს პირად ცხოვრებაში? რატომ არ იხედებით ხოლმე საკუთარ თავში და რატომ ხართ გადაყოლილი ყოველთვის გარეგან წვრილმანებზე? რატომ ეძებთ ბედნიერებას გარე სამყაროში? თქვენ რა ისიქ დაკარგეთ? ანუ ამით ჩვენ ღმერთი ასეთ რამეს გვასწავლის, რომ ჩვენი საიდუმლო ბედნიერების, ჩვენი ღმერთის სიყვარულის და საერთოდ ზოგადად ყველაფრის საიდუმლო ჩვენს გულშია მოქცეული. ჩვენ კი ამ ბედნიერებას გარეთ ვეძებთ, ჩემო ძვირფასებო. ამიტომ აი ღვთის არსით, სიყვარულით და ცხოვრების მთლიანი არსით ჩვენ უნდა ჩვენს გულში ვიპოვოთ, იმიტომ რომ იქ არის სიყვარული. შედი შიგნით, როგორც არის შედი გულში, იქაა ღმერთიო. ამიტომ აი ჩვენი მთავარი ესე იგი მისწრაფებაც ამ სამშობლოს ცოდნეობის სწავლებაში უნდა იყოს, რომ ჯერ ჩვენ თვითონ ვიპოვოთ ჩვენს გულში ის დიადი საღვთო სამყარო, რომელიც ჩვენ შეგვძენს ესე იგი ნათელს, საღვთო ნათელს და მერე შევეცადოთ ჩვენს მოსწავლეებში, ჩვენს ბავშვებში, შვილებში მათ დავეხმაროთ, რომ მათ იპოვონ თავიანთ გულში ის საღვთო ნათელი, რომელიც ესე იგი მოიტანს მრავალ სიკეთეს და ამ შემთხვევაში ჩვენი სიკეთეც ის იქნება, რომ ბავშვები განიმსჭვალებიან საღვთო სიყვარულით, ერისადმი მსახურების იდეით და ურთიერთ სიყვარულით, რომელიც დღეს ქართულ იდეას მოიცავს და ესოდე ნაკლია და ჩვენ სამშობლოს ამაზე კავშირს ვერაფერს გაუკეთებთ, როდესაც ჩვენს მოსწავლეების გულში გაცოცხლდება ქართული იდეა იმ ესე იგი ღირებულებით, როგორც პატრიარქმა გვასწავლა, ღმერთისადმი სიყვარული, სამშობლოსადმი მსახურება და ადამიანთა შორის სიყვარული. აი ასეთი პატარა მოკლე მონახაზი, რომელიც ჩვენ გვაფიქრებინებს და დაგვაფიქრებს და გაგვააზრებინებს რა არის ღმერთის არსი და როგორ უნდა შევხედოთ ამ თემას. მამა ზაქარია, აი ყველაზე კარგად მამა ზაქარია გვეტყვის, იმიტომ რომ მამა ზაქარიას ჩვენგან განსხვავებით თან ის მადლი ახლავს, რასაც ქვია მღვდლად კურთხევის კიდე საიდუმლო, რომელიც ალბათ აღემატება ყველანაირ ცოდნას და ღვივის გულში.
მოკლედ თავარი რაც არის ანუ ლექსომ რაზეც ისაუბრა ანუ ჩვენ როგორ უნდა მივაწოდოთ ბავშვებს აი რა არის როგორ უნდა გავაგებინოთ რაშია ბედნიერება აი ძალიან რთულია ხო ანუ ეხლა დღევანდელი ხო გახსოვთ დღესაც დაახლოებით ამ თემაზე მქონდა გიმასწავლებელო საუბარი ბავშვებთან აი როგორ იგზნოს ბავშვმა როგორ იგზნოს როგორ იფიქროს იმაზე თუ რა ხდება მის გულში აი როგორ უნდა ჩაახედო ადამიანი გულში არა ეს გარეგნული ასე ვთქვათ სიხარულებით რაც მოცული ასე ვთქვათ რაც ბედნიერებები ჭყალებში რო თითქოს რაღაცით გავახარეთ რაღაც ანუ ეხლა ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ყველას კარგად მოგვიხსენება და ეს უკვე ყველა მიცით არის ტელეფონი და აი მის დამი დამოკიდებულება რომ აი უკვე აღარ აქვს საკუთარი ფიქრის საშუალება აღარ უგმავდებით ჩვენ გულში არსებულ მდგომარეობას და ანუ გადის დრო არც მეტი არც ნაკლები გადის დრო და ჩვენი გონება მთლიანად არის რაღაცაზე დაკავებული რაღაცით დაკავებული და შესაბამისად ადამიანს ძალიან უჭირს საკუთარი გულის მოძებნა საკუთარი კავშირის ერთგვარი კავშირის აღდგენა ღმერთთან იმიტომ რომ აი ყველაზე მთავარი რა არის ხო როცა მოდის შენთან ღმერთი შენ გააგდებ აი წინა კვირას იყო სახარება გადარინელებთან დაკავშირებით და იქ ძალიან კაი განმარტებას იძლევა იოანე ოქროპირი და თეოფილაქტე ბულგარელი რომ ნახეთ როგორ არის რომ როგორც გადარინელებთან მივიდა და ეშმაკეულისგან განდევნა ეს ბევრი ეშმაკები და მე ისინი ღორებში შევიდნენ და ისინი წავიდნენ მე და გადარინელები გამოიყვანეს ვიცით ყველა მესახარებ ხო გამოიყვანეს და იხილეს ის ადამიანი რომელიც ეშმაკეული იყო და ეშინოდათ მათი რო ხედავდნენ იმიტომ რომ ის მრავალგზის ასე ვთქვათ დააბეს შეკრეს თუმცა იგლიჯავდა ყველაფერს და ადამიანებს ეშინოდა მათი და სასაფლაოზე ცხოვრობდა და რო დაინახეს ეს ადამიანი იესო ქრისტესთან ერთად მაცხოვართან იჯდა ეს კი არ გაუხარდათ რომ ეს გამოჯანმრთელდა არამედ იმას დაიწყეს დარდი რომ ჩვენ ღორებს რა ეშველება ანუ ჩვენ მატერიალურ სიმდიდრეს რა ეშველება ეგ და აი ნახეთ რა ხდება როცა ჩვენ ველაპარაკებით ადამიანებს ღმერთზე როცა ვესაუბრებით ღმერთზე ანუ ვაჩვენებთ ბევრ სასწაულს ხო სასწაული რა არის ხა სასწაული ჩვენ არ გვჭირდება იმას ვისაც წავს ღმერთი და ვინც ემსახურება ღმერთს და მის გულში სინანული აქვს და ასე ვთქვათ მაზიარებელია მისთვის ხა სასწაული ერთგვარი სიხარულის მომრჩეველი არის რაღაცა თუმცა ჩვენ არ ვეძებთ სასწაულებს იმისთვის რომ კიდე ერთხელ დავრწმუნდეთ ღმერთის არსებობაში ამისთვის არ ვეძებთ სასწაულებს სასწაული გვჭირდება და ღმერთი ავლენს იმისათვის რომ ის ადამიანები ვინც ასე ვთქვათ ურწმუნოები არიან და ის ადამიანებსაც ეჭვიებარება ღვთის არსებობაში მაგ შემთხვევაში უშვებს ღმერთი რაღაცა დოზით სასწაულებს რომ ადამიანი მიხვდეს იმიტომ რომ ვისაც თვალი აქვს უნდა დაინახოს და ვისაც გული აქვს უნდა მოისმინოს და ვისაც გული აქვს გულისხმნა ყავს ამაზეა ყველაზე მთავარი ამიტომ ყველაზე მთავარი არის რომ ადამიანი იყოს თვითონ მიმღები ადამიანს გავაგებინოთ და შევაგნებინოთ რომ თუ თვითონ არ დაეთანხმება სარწმუნოებას თუ თვითონ არ იქნება მოღვაწე თუ თვითონ არ ილოცებს არ ესაუბრება ღმერთს არ აქვს მასთან სულიერი კავშირი ხო არ არის სამხსარებელი და მაზიარებელი ის ვერასოდეს ვერ განიცდის იმ სიხარულს რასაც ქრისტიანული სიხარული ქვია ანუ ის რასაც ამბობს ღმერთი სახარებაში რომ სასუფეველი ღვთისა თქვენ გულებში არის ჩვენ ახლა ბევრჯერ განგვიცდიეს და ბევრჯერ გავხარებულ ვართ ამით და რაღაც ამით ვცხოვრობთ ხო ერთგვარად იმიტომ რომ ქრისტიანის ცხოვრებასია რომ აი ერთ სახენი ღმერთმა ერთად შეკრიბა ესეთი გამოთქვაც არსებობს ხო და ერთ სახენის შეკრება ნიშნავს რომ ერთ აზრზე ერთ ფიქრზე და ერთ ამაზე მიზანზე მომართული ადამიანები ამიტომ ჩვენთვის ეს გასაგებია მაგრამ ის ბავშვები რომლებიც ჩვენ გვისმენენ ისინი უნდა ჩაერთნონ ამაში მთელი გულით და სულით ვიცით ხო ზოგჯერ საერთოდ არ აინტერესებს და აი პირიქით ხელს გვიშლიან ხოლმე რაღაცეებში ლაპარაკობენ და ასე შემდეგ მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ამ ბავშვებსაც კონდეთ განცდა თუ როგორი
როგორ ელოდება ღმერთი მათ გულში შესვლას ერთგვარად, მათ უნდა გაუღონ გულის კარები. ამიტომ ჩვენ ვართ ამისთვის, მე ასე ვფიქრობ და თავარი მიზანი არის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ჩვენი მაგალითით, ჩვენი სიყვარულით, ჩვენი ხადაგებით, ანუ ქრისტეზე საუბრით და მისი სიყვარულის გამჟღავნებით, რამენაირად მოვანდომოთ ბავშვებს, რომ ჩაიხედოთ საკუთარ გულში, რომ იქ არის სასუფეველი. თუ არ ჩაუშვებთ ღმერთს გულში, მაშინ ასეთი ადამიანი ვერ ცხონდება, თუ გულში არ ჩაუშვებს ღმერთს და აი ეს არის ზუსტად განსხვავება მატერიალურად მოაზროვნე ადამიანსა და მორწმუნე ადამიანის შორისო ის ღვთისმშობელშიც მიუხედავად ბევრი განსაცდელებისა ბედნიერად გრძნობს თავს, იმიტომ რომ მის გულში არის ღმერთი. და როგორც პავლე მოციქული წუხდა კი იმის გამო რომ ცუდად იყო და რამდენჯერმე შეევედრა ღმერთს რომ იქნება ამაცილო ეს ტკივილი ეს განსაცდელი ვიცით რომ უკანმა უთხრა მას რომ ესე იგი შენს უძლურებაში ვხედავ მე ყველაზე დიდ ძალას. აი ამის გაგება ეხა ძალიან რთულია რა თქმა უნდა მას ბავშვებს რთულად გავაგებინებთ, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ აი ზუსტად აქამდე უნდა მივიდეს ადამიანი რომ ნებისმიერ სიტუაციაში რა მდგომარეობაც არ უნდა იყოს თქვათ მის ცხოვრებაში მის გულში უნდა იყოს ღმერთი. რამე თუ შეიძლება მისი უძლურებით არის მასში ყველაზე დიდი ძალა. ზუსტად ეს არის რომ ჩვენ ამბობს პრობლემაცული არაფერი არ გვაქვს და ყველაფერი გვაქვს. აი რას ნიშნავს ხო? შეიძლება არაფერი არ გქონდეს, მაგრამ ყველაფერი გვაქვს. აი ეს არის ქრისტიანული ცხოვრების ასე ვთქვათ მიზანი. რომ ჩვენ და ჩვენთვის სწავლოთ და ჩვენს ბავშვებსაც ვასწავლოთ, რომ შეიძლება რაღაცა დღეს არ გქონდეს, მაგრამ ის იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი შენგან შორს არის. ან ღმერთმა შენ სპეციალურად დაგაკლო რაღაცა, ან არ უყვარხარ თუ ასე შემდეგ. მთავარი აქცენტი არის იმაზე, რომ ღმერთი არის უპირობოდ მოსიყვარული, უპირობოდ მოწყალე და ყველას შეწყნარება უნდა. მთავარია როგორ გახსნის ადამიანი გულს ღმერთის მისაღებად და ეს არის მთავარი მიზანი ჩვენი, რომ მრავალი ესე იგი ქრისტიანიო ანუ მისი ცხოვრების მანძილზე უნდა იყოს ერთგვარად მხიარული, მას სახელზე უნდა ქონდეს ხიმილი და კვაყოფილება იმისა, რომ ის არის ქრისტიანი და ის მოელის მარადიულ ცხოვრებას. ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა დავამძიმოთ ერთმანეთი, არ უნდა დავამწუხროთ, რაც სასწორკვეთილებამდე მით უმეტეს არ უნდა მივიყვანოთ და აქედან გამომდინარე ჩვენი მისიაც იქნება შესრულებული, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ თავარი ეგ არის. ამას აკეთებდა თვითონ ღმერთი და ჩვენ გვაძლევს მაგალითს იესო ქრისტე, ხო? იყავით სრულყოფილი ვითარცა მამაი თქვენი სრულყოფილა, ზუსტად ამას ნიშნავს, რომ იმის გათვალისწინება, თუ რას აკეთებს ღმერთი. იმის გათვალისწინება მთავარი, ხო? იონე ღვთისმეტყველი, რომელიც ძალიან მიყვარს მე და ყველას გვიყვარს, ზუსტად ის არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი მორჩილებისა, რომელიც არასოდეს არ ეწინააღმდეგებოდა უფალს, რამე თუ მას შეიძლება ითქვას ესე რომ სრულად 100%-ით წამდა მისი ჭეშმარიტი ასე ვთქვათ ღმერთობის. და ეს არის ჩვენი მთავარი მოვალეობა. ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენ გულში იყოს სიყვარული ღმერთის, იყოს ნდობა, იყოს ასე ვთქვათ სარწმუნოება, ბოლომდე უნდა ვისწავლოთ, უნდა ვეცადოთ მთელი ცხოვრება რომ მივენდოთ ღმერთს, რამე თუ მასშია მხოლოდ სიხარული, მასშია მხოლოდ ბედნიერება და მასშია მხოლოდ აი ჭეშმარიტება, ხო? და ეს წუთისოფელიც გაივლის და გაივლის ღმერთთან ერთად. ანუ გაივლის ღმერთთან ერთად და ნიშნავს იმას, რომ გაგრძელდება ღმერთში ისევ ჩვენი სულიერი მყოფობა. ეს არის და ეს რამენაირად უნდა გავაგებინოთ. არა მარტო ბავშვებს, არამედ დიდებსაც და ყველა ადამიანს და სწორედ პატრიარქის ეპისტოლეს და ყველა მოწოდება ყოველთვის ამაგაზია და ყოველთვის სიმდაბლეზეა, რომ თუ ადამიანს სიმდაბლე არ აქვს, თუ სინანული არ აქვს და მარტო დაკავებული ახლა იმით, რომ ვიღაცას აკრიტიკებს თუ ვიღაცაზე ჭკვიანი გონია თავი, ამ შემთხვევაში გაუჭირდება ძალიან ვიღაცისთვის სიკეთის მოტანა, იმიტომ რომ ეს იქნება მხოლოდ საკუთარი თავის განდიდებისთვის რაღაც გამიზნული მოქმედება, რომელიც არაფერს სიკეთეს არ მოიტანს, იმიტომ რომ ამპარტავანი ადამიანი ვერაფერს ვერ ასწავლის ვერავის, ვერასოდეს. მხოლოდ ერთს ასწავლის, რომ შეიძლება რაღაც ინფორმაცია მიაწოდოს, მაგრამ ეს არ იქნება მარილიანი, ის იქნება უმარილო ინფორმაცია, რომელიც არაფერში არ გამოადგება ადამიანს და შეიძლება პირიქით წუგზაზეს დააყენოს კიდევაც.
ასე რომ ეს არის მთავარი მისია და მიზანი ყველა ასე ვთქვათ მღვდლის, ყველა ეპისკოპოსის და ყველა მასწავლებლის, რომ ჩვენ გაუზიაროთ ღმერთის ჭეშმარიტი სწავლება ბავშვებს იქამდე, სადაც მათ გულებში არ შეაღწევს ღვთის მადლი. მოკლედ ესე იგი პირველად სამშობლოს მცოდნეობის არსებობის ისტორიაში ისე მოხდა, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა უკვე დაიწყეს სამშობლოს მცოდნეობის გაკვეთილების ჩატარება და ეს გახლავთ ჩვენი ნინო ჯამბაზიშვილი. თან ეხლა უყურე რა მაგარი გოგოა. ხო, თბილისშია ეხლა, მაგრამ მაინც სატივე უწერია და თავისი გულით უწერია სატივე და მე მინდა ამის გამო მადლობა გადაგიხადო. ესე იგი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ეხა თბილისი არ დააწერა ნინო ჯამბაზიშვილს და გითხრა საბა ერთი რა ხდებოდა გულში. მე კი გეტყვით ის შემოძვიფასებო, რომ პირველი გაკვეთილზე რაღაცა შესავალი სიტყვა მევთქვი და მე ნინოს და გრიგოლს გადავეცი სიტყვა და მე დავჯექი უკან. მაინტერესებდა ეს იცით რომ ყველაზე უხერხული მომენტია, მაგრამ აბა საწავსულიყავი, ეხლა ისე მინდოდა მომესმინა რა იქნებოდა იქ. და ყველაზე საოცარი ის მოხდა, რომ ნინომ პირდაპირ 64-ზე დაიწყო საუბარი. ანუ პირველი გაკვეთილი ჩემი თანდასწრებით 64-ში და სანამ ზარი დაირეკა უკვე მოასწრო და 2-3 ბავშვი ჩაეხუტა ეგრევე რა. ეს უკვე ყველაზე მთავარია. აბა გითხრას ახლა ნინო გულში რა ხდება და რა მოხდა გაკვეთილზე. აი პირველი მით დავიწყებ, რომ აი პირველი გაკვეთილი მართლა ძალიან საპასუხისმგებლო იყო, იმიტომ რომ აი არ ვიცოდი თან გაცნობითი უნდა ყოფილიყო და ისე მოულოდნელი იყო თქვენი გადაწყვეტილება, რომ მე უკან გადავალო და თქვენ ჩაატარეთო და აი მაშინ მართლა არ ვიცოდი რაზე უნდა მესაუბრა. აი არც მეორე გაკვეთილზე არ ვიცოდი, ერთადერთი ის ვიცოდი, რომ თემა რაც ქონდა კვართზე უნდა გველაპარაკა, მაგრამ აი დანარჩენი მოხდა თავისით. უფალს მივედით სრულიად და საერთოდ არაფერი არ დაგვიგეგმოს. თან აი პირველი გაკვეთილისგან განსხვავებით ძალიან ბევრი ბავშვი მოვიდა. არ ველოდით მაგდენოთ დაგვხდებოდა. თან მე მორბოდნენ და გვეხუტებოდნენ, ესე უბრალოდ დასხდებოდნენ, ახტებოდნენ, ჩაგვეხუტებოდნენ, ესეოце მოვარდებოდნენ ლამის წამაქციას ერთხელ ისე ჩამეხუტნენ, რომ მე თან ლოცვით დავიწყეთ და მე კვართზე ვესაუბრეთ. მე ის ფილმი ვაჩვენეთ, რომელიც მოყვება კვართის თემას და მე ისე გადავწყვეტეთ, რომ ნიჩბის ის მომენტი გვეჩვენებინა დიდგორზე რომ ვიყავით და სვეტიცხოველში კვართს ვეხუტებოდით და მაგაზე სამ ბავშვს ტირილი აუტყდა. ტიროდნენ ღვარღვარით მოდიოდა ცრემლები და თან ვაჩვენეთ, მე ჩაეხუტათო ყვიროდით, ტაში დავკარითო და რაღაცები და ისე მალე გავიდა დრო, რომ ჩვენც ვერ გავიგეთ. მე სიკეთეზე ვესაუბრებოდით, სიკეთის გაკეთებაზე ესე უთხარით, რომ მოდი აბა ამ კვირის განმავლობაში ვინც რა სიკეთეს გააკეთებს, შემდეგ გაკვეთილზე განვიხილოთო, ოღონდ ამის შემდეგო თუ რამეს გააკეთებთო, აღარ უნდა ვთქვათო და გულში უნდა დავიტოვოთო და ერთი გოგონა წამოხტა და იძახის, რომ მეო სიკეთესო ვაკეთებო, იმიტომ რომ პაპასთვისო ლოცვებს კითხულობო, ცუდად არისო და აუტყდა ტირილი და ისე ტიროდა, რომ აი არ ვიცი, თან აი რაღაცა განსაკუთრებული ცრემლები ჰქონდა და მე ჩვენ ვამშვიდებდით, ვეხუტებოდით, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო და ამათმაც ისე ისწავლეს ჩახუტება, რომ აი უკვე ეგეც ავუხსენით ჩახუტებაზე რა იყო გულის ფორმა ვაჩვენე, რომ გული ასე შედგება მეთქი ადამიანისკო და ორი გული ერთმანეთს რო ვერთდება, მე რა ჩვენ რო გულს ვიყენებთ, ეგრე გამოიყურება მეთქი და უიო მართლა ეგ არ ვიცოდითო ჩვენო. მე გასაკვეთზეც ავუხსენით რა უნდა ყოფილიყო და მაგაზეც ისე დაინტერესდნენ, რომ ოიმე მე არ ვიცოდი ერთი პატარა იძახდა. მე 64-ზეც ველაპარაკეთ უფრო სიღრმისეულად დავუხსენით და მე ბოლოს ვეუბნებით, რომ მიატოვეთ სამშობლოს. არაო, სამშობლო უნდა დავიცათო და ჩვენო კვართის ცელები ვართ და ყვიროდნენ და ისე ბედნიერები იყვნენ, რომ აი არ ვიცი და ჩვენ ხო საერთოდ წამოსვლა აღარ გვინდა და აღარც ვიდიოდნენ კლასიდან ისეთები იყვნენ. გენაცვალე შენ, გენაცვალე ვინმე ხარ, რა საყვარელი. შენ ვინ არ ჩაგეხუტებოდა გოგო? აბა ჩვენმა მეორე მასწავლებელმა გავიზიაროს თავისთა ბეჭდილება, გრიგოლ. აბა გითხარით, კაცო, რა სასწაული ხდება მოკლედ რა. არ ვიცი მასე პირველად მქონდა ეგეთი ბრძოლა, მასე ისე გახარებული ვიყავ მეც ბავშვებს რო ვხაროდათ და ისე
საყვარელი და ისეთი ბავშვები არიან. თან უკვე მზად დაგხვდნენ ყველა. იმდენი რამე იციან უკვე, რომ ეტყობა მამა დავითიც რო იყო იქ რო ასწავლი და ახლაც ისეთი ჩამოყალიბებული აზროვნება ჰქონდათ და ყველა ისე პასუხობდა, რომ გაკვირვებულები დარჩით. და იმათზე ბედნიერები ჩვენ ვიყავით მე რო წამოვედით. ოჩა. ასო იმას გაუვნებოდნენ რომ აიო ჩემდასაც უნდა და მაგრამ შერიდაო თან შერიდაო ასე გაუვნებოდნენ მეთქი შემდეგზე მოიყვანეთ თქო აუ მოვიყვანეთ ესე იცახდა და აი ძალიან საყვარლები იყვნენ რაღაცნაირი ბავშვები აი როგორ ავხსნა რაღაცა მართლა 64-დან გადმოსული ბავშვები არიან რა თან მერე დავავალეთ რომ ლექსები მოამზადეთ და ერთი გოგონა იძახეს რომ ბაბუა ჩემიო ლექსებს წერსო და მეო დავურეკავო და ვეტყვი რომელ წიგნში უწერიო და იმ ლექს მოგიმზადებ შემდეგზეო ერთი მოვიდა და აი თქვა რომ მითხრათ რომელი ლექსი ვისწავლა და ის მოგიყვეთ და ის ჩაგაბარო და რაღაც აი ძალიან გულთან მიიტანეს ეგ ამბავიც რომ უთხარით რომ თუ გინდათ რომ აი ლიტერატურული თეატრი დავდგათ და რაღაცა ლექსები მოამზადეთო და აი ყველა ისე მოისმინა ოღონდ ერთი ბიჭი ყავდა მარტო დაახლოებით 18 გოგო იყო და ერთი ბიჭი იყო აი სადღაც მასე იყო ზუსტად არ მახსოვს სახელების ჩავიწერეთ მე რომ დაგვემახსოვრებინა ვინ იყო და ძირითადად სუმჩიულები არიან ოღონდ. და სიული ბიჭები უნდა შემოვიერთოთ აუცილებლად. ისტორიული დღე. მთავარი არის რაც ამათ მათქვეს მთავარი რაც დავიჭირე ხა რომ ისინი რომ ბედნიერები იყვნენ ამითო ჩვენ ყველაზე ბედნიერები ვიყავითო და ეს არის ზუსტად რაც უნდა იყოს. თუ მასწავლებელი ბავშვის გულში ბედნიერებას მიტანს სიხარულს და მე აი ამ ბედნიერებით აღივსება ყველაზე სწორი ეს არის და ნინომ და გრიგოლმა ეს შეძლეს და მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის და თქვენ წარმატებები კიდევ ძალიან კარგი ამბავია ვინრალოს უფალმა მსგავსი პატრიოტები ჩემო ძვირფასებო თქვენ მოგეხსენებათ რომ ჩვენ დავიწყეთ უკვე ლიტერატურული სალონური საღამოების მოწყობა იმიტომ რომ მადლობა უფალს რომ ბევრნი ვართ სამშობლოსცოდნეობის ლაშქარში და სხვადასხვა რეგიონებში უკვე მოგვიმრავლდნენ მოსწავლეები ანუ დიდ მოზარდებთან უკვე ვიწყებთ ასე პირველი იწყებს კახეთი 23 ნოემბერს 23 ნოემბერს მოკლედ გვექნება კახეთის ჯგუფთან თემა არის მამაშვილობა მოგეხსენებათ რომ გვინდოდა ჩვენ რომ ქართული ფილმები გაგვეცოცხლებინა იმიტომ რომ ბაკურიანის ბანაკში იქნება ესეთი ერთგვარი ქართული ფილმებიდან სიუჟეტები გახსოვთ წინაზე როგორი წარმოდგენები ქონდა ბავშვების და ეხლა იქნება ქართული ფილმებიდან გაცოცხლებული ეს სიუჟეტები და კინომუსიკა აუცილებლად ქართული და ანუ ზოგმა ბავშვმა საერთოდ არ იცის ეს ქართული კინო საერთოდ არ აქვს შეხება ამიტომ ლექსო მასწავლებელი მთლიან ფილმს კი არა ეხლა ძალიან უჭირთ ამის ყურება და ამიტომ ის რა თემაც იქნება იმ თემასთან დაკავშირებით მოკლე მონაკვეთებს დავუმონტაჟებთ და ვაჩვენებთ და იქნება მსჯელობა და ეხა გურჯაანიდან იწყებოდა კახეთში და ჯარისკაცის მამა რო არ ვაჩვენოთ როგორ შეიძლებოდა და ამიტომ იქნება თემა მამაშვილობა მაკედან უძინართა მზიდან და ასე შემდეგ ლექსო მასწავლებელი საინტერესოას მონტაჟს გააკეთებს სამშობლოსცოდნეობის ფილმებიდან თუ ისე და მოკლედ საუკეთესო მსჯელობა შედგება იქ პირველი ვლადი თქვა რომ კახეთში იყოსო და ჩემი სახლიდან არ დაიწყოს ესე არ გამოვაო და პირველი სალონური საღამო შედგება ვლადის ოჯახში სალონში ხო შემდეგი სხვაგან და ასე გადავინაცვლებთ ერთი ფრაზა მოამზადე ახლა თქვენთვის წასაკითხათ და იმით დავამთავროთ ეხლა თქვენ დააკვირდით რომ რამხელა ემოცია გამოიწვია ნინოს და გრიგოლის გაკვეთილის ჩატარებამ უკვე პირველივე გაკვეთილზე ემოცია ცრემლი და მთელი სიყვარული და ჩახუტება და სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ ის გოგო სულ რო ცრემლით იყურება ხოლმე ახალ სამგორში არის აფციაური ხო და ეთო აფციაურმა ჩვენმა უსაყვარლესმა მეგობარმა ასეთი ფრაზა გადმომიგზავნა ამას წინათ და მე წაგიკითხავთ და ეს წმინდა მამის სიტყვებია და ეს იქნება ესე იგი ნინოს გაკვეთილის პასუხი
ქრისტიანის სული უნდა იყოს ფაქიზი, მგრძნობიარე, ემოციური, დაფრინავდეს, სულ დაფრინავდეს, ცხოვრობდეს ოცნებებში, დაფრინავდეს უკიდეგანო სივრცეში, ვარსკვლავებში, ღვთის სიდიადეში, მდუმარებაში, ვისაც სურს გახდეს ქრისტიანი, ჯერ პოეტი უნდა გახდეს. აი ესაა მთავარი. უნდა გტკიოდეს, გიყვარდეს და გტკიოდეს. გტკიოდეს მათთვის, ვინც გიყვარს. ქრისტესადმი სიყვარული, ეს სულ სხვა რამეა. თვალშეუწოდენელად აღმატებული. წმინდა პორფირი ავსოკალიველი. აი ასეთი წმინდანი ყავს და თან ეთომ ფოტოც გამომიგზავნა ამ მამის და ესეთი კურთხევა არის ჩემო ძვირფასებო, რომ ჩვენი მიმართულება სამშობლოს ცოდნეობის დიახაც აი ამ ემოციაზეა აგებული, პოეზიაზეა და ჩახუტებაზეა და ზუსტადაც ამ სიყვარულზეა და დღეს ღვთის არსი იყო გაკვეთილი და აი ზუსტად ჩვენთვის ღვთის არსი ეს არის. ვაი რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო, ავაზაკზე და გაგცვალეს, ბარაბა მათი რჩიესო, ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგიტკიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო. ვაი რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო, ხელთ დაბანილთა შოლტით ქცეს, მსხვერპლს სისხლი შეურიესო, დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო. ჯვარზედ გაგაკრეს, ხელფეხთა ლურსმანი გაგიწიესო, მოგკლეს უბრალო, ბრალითა ქვეყანაში არყიესო, ხმენ სულ გრძელობა მათზე და დასთმე შენ ჩვენთვის ესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო. საქართველოს ქრისტიანული სიმბოლო ჯვარი არის შეკრული არა ხისგან, არა ქვისგან ან რკინისგან, არამედ ვაზისგან. რადგან ვაზი სახეა მიწის ნოყიერების და ნაყოფიერების. ჯვარი ვაზისა გამოჭრილია დედაღვთისმშობლის მიერ და შეკრულია ქალწული ნინოს თმით. აქ მარადი ქალწულობა უკანასკნელი სიმძაფრით არის მოცემული. ვიცით, შენი ჯვარი ლხინია ლერწმების. ტოტებს აიყრიან მეტი ახელებით. როცა გადასხლავენ სასტიკი სასხლავით, ქალწულო ნინო, 1000-ჯერ გვენახე. ქართველები უხსოვარი დროიდან ფლობდნენ ვაზისა და ღვინის კულტურას, რასაც ცხადყოფს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური ქვევრი, ყურძნის მტევნის სტილიზებული გამოსახულებით, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-6000 წლეულს განეკუთვნება. ესე იგი დაახლოებით 70-80 საუკუნისაა. ჭურჭლის კედლებში დარჩენილი არის ღვინის მჟავა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ჭურჭელში ესხა ღვინო. საქართველო ნამდვილად გამორჩეულია ვაზის ჯიშის სიმრავლითა და მრავალფეროვნებით. ჩვენამდე მოაღწია 500-ზე მეტმა ქართულმა ვაზის ჯიშმა. პირდაპირ საუკუნეები იგრძნობა აი ამ ვაზის ჯიშებიდან და თითქოს აი ჩვენ წინაპრებს უყურებთ, მათ თვალებში უყურებთ, აი საოცარია. სამოთხეში დანერგილი უქტავების ხე ქართველი ადამიანისათვის როგორც მსხმოიარე ვაზი არის მიჩნეული და მიღებული. ამიტომაც სატაძრო არქიტექტურაში, კედლის მხატვრობაში გამოხატული არის მსხმოიარე ვაზი, რომელზედაც
არის მტევანი დაშაქრებული მარცვლებით და ხშირად ქართულ სათაზრო არქიტექტურაში ამ დაშაქრებულ მტევანს ჩიტები კენკავენ, ჭამენ სიმბოლო ზიარებისა, ამ მიწაზე დაწყებული სულის გადარჩენისა და ზეცაში ღმერთთან შეერთების უდიდესი საიდუმლოსი. შენ გიალერსება დედული ვენახი, ღვთიურ ანთებული ჩვენს მიწას ევნები, სხვა როგორ ვიგულვოთ აქ შენი ნაცვალი, ზوارში რომ გაივლი, ჩაყურსულ მტევნების მზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი. მზე არის შიგნით ჩასული, როგორც იტყვიან. ჯვარი ვაზისა მსოფლიოს ჩვენმა ქვეყანა მაჩუქა. აქ წარმართობა და ქრისტიანობა საკრალურადაა დაქორწინებული. ეს სიმბოლო შეიძლება მხოლოდ იმ მხარეში წარმოშობილიყო, საცა მე ვენახე ყურძნის მწიფობისას ამბობს. თვალი ჩასულა მტევანში. თვალით აქ ნაგულისხმევია მზე. მითიურად ქრისტე არის მზე. მაშინ მე ვენახის ნათქვამი გამოდის ასე. თვალი ჩასულა მტევანში. ესე იგი მზე ჩასულა მტევანში. და ესე იგი ძეღვთისა ჩასულა ვაზის ნასხლევში. ჩასულა ვითარ ვნებული. ნება ქრისტესი ვაზის ჯვარში თითქო ლერწად იქცა, რომელსაც მოაქვს შვება. ჯვარცმა ქრისტესი ხომ ხსნა არის. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია უფალთან, ღმერთთან, მაცხოვართან. ამჟამად ჯვარი ვაზისა დაცულია სიონის საკათედრო ტაძარში. საქართველოს ძალიან დიდი საიდუმლო ქვეყანა, ძალიან დიდი და ძალიან დიდი მადლის მატარებელი ქვეყანა. ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე ებრაელები წამოვიდნენ საქართველოში და მათ ჩამოიტანეს საქართველოში უდიდესი სიწმინდე ხალენი წმინდისა ილია წინასწარმეტყველის. ელია წინასწარმეტყველის ხალენი იყო წინაპირობა უფლის კვართის საქართველოში მოხვედრისა. ვინ იცის, რამდენი ქართველის სისხლი დაიღვარა ამ ორი უწმინდესი სამოსის დღემდე მოსატანად. ორივე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარშია დავანებული. ხალენი მარჯვენა ეკვდერთან ამჭის ძირშია დაფლული, ხოლო კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი კი ამ სვეტის ძირში. კვართი უფლისა არის სიმბოლო ღვთისმშობლის. იმიტომ როგორც კვართში იყო მთელი ცხოვრება უფალი, ასევე ღვთისმშობელში იყო ის 9 თვე. ეს კვართი მოგსოვა ღვთისმშობელმა. ის ასაულებრივად იყო ნაკსოვი და ტანზე ეძებოდა მაცხოვარს, მოგეხსენება ცალთო გარდამოსემის მიხედვით და კვართი განასახიერებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ის არის სიმბოლო განუყოფელი ეკლესიისა, ვერ დახიეს მისმა ჯვარცმელებმა. ჩვენ არ გამდგომილ ვართ. მიუხედავად იმისა, გიმეორებ, რა ცხოვრება გაგვივლია, რა შავბრელობა გაგვივლია, ჩვენ არ გადაგვიხევნია. ბერძნებმაც გადაუხვიეთ. თავი რომ მოაქვთ. სხვადასხვა ქვეყნებმა გადაუხვიეთ. უძველესმა ქვეყანამ იუდაიზმმა გადაუხვია, მაგრამ ქართველ არ გადაუხვევნია. ახლა ავიღოთ ქართლის ცხოვრება. ეს არის არა მარტო ისტორია, არამედ ნამდვილი ეპოსი. საგმირო თავგადასავალი. დიდი ეპოსი დიდი ხალხისა. აქ ყოველი სიტყვა თითქო მითოლოგიური სუნთქვით არის დაწერილი. და თავი სიტყვასა და სიტყვაშუა დარჩენილია უთქმელი, რომელსაც სიტყვა არ სჭირდება და რომელსაც ისუნთქავ მხოლოდ. აქ არის სურნელი გარდასულ ხანების, ნამდვილი ნიშანი გენიის.
ქართლის ცხოვრება დიდია როგორც ეპოსი, მაგრამ უფრო საოცარია იგი როგორც ისტორია. აქ ისტორია არ არის უბრალო გროვა ამბების. ის არის მთელის გზნება. აქ არის ამბავი მომხდარი 1000 წელს უკან, თითქოს შენი საკუთარი ამბავი. და შენი საკუთარი ამბავი მომხდარი ეხლა, თითქოს შორეული ამბავია შენი ხალხისა. და მთელი ქართლის ცხოვრება ქრისტე ღმერთისთვის დავგანწირული ისტორიაა გმირი ხალხისა. მიუხედავად იმისა, შაბნელი ცხოვრება გამოგვივლია ჩვენ 20 საუკუნე და მეტი. შავი უბედურთ ეხლა რო ვართ, ეხლა ღმერთმა დაგიფაროთ, უფალმა მამამ და დღევანდელმა დღემ დაგიფაროთ, ხალხნო, ქართველებო, თქვენ გენაცვალეთ, დაგიფაროთ იმ შავბნელი შავი საუკუნე. ამ საუკუნეს შავი საუკუნე არ ეწოდება. შავი საუკუნე ეწოდება მე-17 საუკუნეს. შავბნელი შავთა დროთ ვერა შესწვალეს მის გული ანდამატისა. აი რა ეწოდება მე-17 საუკუნე, დედა რო ძუძუდან მოიშორებს შვილსა და დაახეთქებს. ისე იქნება გამწარებული. დედა მე-17 საუკუნის დასაწყისში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი ედგა. ქვეყნის აღმოსავლეთ მიჯნებს სპარსეთის ულმობელი შაჰ-აბას პირველი იყო მომდგარი. მან რამდენჯერმე ილაშქრა საქართველოზე და მიწასთან გაასწორა ქართლ-კახეთი. ძველად ასეთი წესი ჰქონდათ ქართველებს. დიდ მარხვებს ერისკაცნიც მონასტრებში ხვდებოდნენ და ერთად ზეიმობდნენ დიდ დღესასწაულებს. და ვინაიდან დავით გარეჯის უდაბნოს მთაზე აღმართული ტაძარი აღდგომის სახელზე იყო აგებული, 1616 წელს წინა სააღდგომო დიდ მარხვას მონასტრის საძმოსთან ერთად 6000-მა ქრისტიანმა მოიყარა თავი ქრისტეს სახელის ადიდებლად. დიდი პარასკევის ღამეს უდაბნოს მონასტრის წინამძღვარს ღირს მამა არსენს ჰქონდა უფლის ანგელოზის გამოცხადება, რომელმაც ამცნო, რომ დამდეგი აღდგომა მისი და მონასტრის ძმებისთვის დიდი განსაცდელი იქნებოდა. ერთმა ბერმა მამა არსენს ჭმუნვა სახეზე შეამჩნია და როდესაც გამოცხადების ამბავი შეიტყო, მუხლი მოიყარა და სიხარულით უთხრა. მონასტერში მამაო, ყველანი სულის გადასარჩენად მოვსულ ვართ. და თუ უფალი თავად გვაძლევს ამის შესაძლებლობას, ეს იქნება არა მარტვილობა, არამედ ბედნიერება, არა სასჯელი, არამედ ჯილდო. მთელი მონასტერი მოემზადა მოწამეობრივი აღსასრულისათვის. ისინი ამაღლებულ განწყობაზე იყვნენ და სიხარულით ელოდნენ განსაცდელის ჟამს. როდესაც მამები ანთებული სანთლებით ლიტანიით გარს უვლიდნენ გარეჯის უდაბნოს მთაზე აღმართულ აღდგომის ეკლესიას, სწორედ მაშინ შეამჩნია ყარაიას ველზე დაბანაკებულმა შაჰ-აბაზმა და რაზმიც მაშინვე გამოგზავნა. სპარსელებმა ალყა შემოარტყეს ტაძარს და მოდღესასწაულე მამებს პირობა წაუყენეს. თუ კი ისინი უარს იტყოდნენ სარწმუნოებაზე, მაშინ მათ მიეგებოდათ პატივი. თუ არადა, მათ ელოდათ სიკვდილი. რაც აქონდა კარგი, სული, გული, სიყვარული, ცოლი, შვილი, ქვეყანა შევწირეთ ამ დიდებულ სარწმუნოებას. გამხეცებული მაჰმადიანები როგორც მგლები ისე დაერივნენ და უმოწყალოდ მოსწყვიტეს და მოაკვდინეს გარეჯელი მოწესეები. მალე მთელი უდაბნოს მონასტერი და მისი მიდამოები გარეჯელი მამების წმინდა გვამებით მოიფინა. ნაწილი მამებისა ტაძართან მოკლეს, ნაწილი აღდგომის ტაძარში, ნაწილი სხვადასხვა ქვაბებსა და სამლოცველოში, ნაწილი სულაც ტრაპეზზეც დაკლეს. არსებობს გადმოცემა, რომ ერთი დაყუდებული მამა კერძო ლიტურგიას ასრულებდა საკუთარ ქვაბში გამართულ სამლოცველოში. ბარბაროსები მიუვარდნენ და სურდათ ხელეყოთ უფლის წმინდა წვენი.
მაგრამ ბერმა დაასწრო და თვითონ მიიღო მთელი თასის აზიარებელი. მაშინ მოკვეთეს წმინდა მამას თავი და ტრაპეზზე დადეს. ჩვენ ყავს 100,000 ქართველი წმინდა მოწამე, რომელნიც ეწამნენ ჯალალედინის შემოსევის დროს და ყავს 6,000 გარეჯელი ბერი. გასაოგნებელია პირდაპირ ბუმბერაზი ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ანდერძი. ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა. აი ის აიდუმლო, უხილავი სუნთქვა სიტყვასა და სიტყვას შუა, რომელიც ხერხემლად უდევს ქართლის ცხოვრებას და მთელ მის თავდადებულ ისტორიას. რა ფიზიკა რო მოეკლავ, მორალსაც მოკლავ? ან ჩვენ რა ფიზიკურად რო არ ვიყვნეთ ეხლა რა, მორალი ჩვენი მოკვდება? მორალი არ მოკვდება. ზეციურ მამა არის. არავის არ გეგონოთ, ვისმე ეჭვი და გებადოთ. რომ მithon ეს დედამიწა გაჩნდა და ეგრე ადამიანები ამოაწავათ. არა, ეგრე არა. ამ სამყაროს დიდი პატრონი ყავს. მას მორჩილებენ ყოველნი 1 იოტის წამისად.